დილა წიგნებისა ისტორია რთული და სახიფათო რამ არის. მით უფრო რთულია მისი მცირედი ინტერპრეტაციაც კი, მაგრამ არსებობს ბეწვის ხიდზე გავლის საუკეთესო შემთხვევები. ინტერპრეტაციას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ვახტანგ ჭელიძის ქართლის ცხოვრების ქრონიკები ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო გააზრება საქართველოს ისტორიისა. შესანიშნავი მხატვრული პასაჟებით გადმოცემული ისტორიული რეალიები, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც მცირე პრეტენზია მაინც აქვს საკუთარი სახელმწიფოებრიობის წარსულის გააზრებაზე. მოკლედ, სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის ნაწილი კვირის პალიტრასთან ერთად. თქვენს მაგიდაზე, ვახტანგ ჭელიძის ქართლის ცხოვრების ქრონიკები. ლიტერატურაში ბევრი წიგნი მოიძებნება მტრობის თემაზე, თუმცა ელიფ შაფაქის ეს რომანი სტამბოლელი ნაბიჯვარი განსაკუთრებული. განსაკუთრებულია ბევრი ნიშნით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, მოგვითხრობს ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე, კერძოდ სომხებისა და თურქების დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გენოციდით დაიწყო. და ეს წიგნიც მოგვითხრობს ორი ოჯახის ისტორიას, სომხების და თურქების. სომხების, რომლებსაც გონიათ, რომ თავი დააღწიეს ამ ტრაგედიას, თუმცა ეს ყველაფერი გვირგვინდება ისევ სტამბოლში. ოღონდ ამჯერად თურქებმა უნდა გაიღონ მსხვერპლი. ეს წიგნი განსაკუთრებულია ბევრი ნიშნით, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც წიგნის გამოსვლისთანავე მოხდა, ის მოხდა არა მხოლოდ მკითხველების მაგიდაზე, არამედ პროკურორის მაგიდაზეც. ეს მოვლენა 2006 წელს მიმდინარეობდა და ავტორს ბრალი დასდეს ნაციის შეურაცხყოფაში. საბედნიეროდ მას ეს ბრალი ვერ დაუმტკიცდა არასაკმარის მტკიცებულებების გამო და წიგნი მაინც მოხდა მკითხველების ხელში. მე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა წაიკითხოს, ვინაიდან ეს საშინელი მოვლენა, რასაც ქვია მტრობა ადამიანებს შორის, უნდა დასრულდეს და ამის დასრულებისთვის ყველაზე კარგი საშუალება, მე ვფიქრობ, არის ლიტერატურა. მათ შორის ესეთი ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხს ბევრი მხრიდან გვაჩვენებს და ადამიანურ მხარეებს კარგად წარმოაჩენს. ჩვენს დროში საქმე ძალიან ბევრია. აი, საქმესთან გამკლავების მცოდნეები კი ძალიან ცოტა. რაც შეეხება წიგნს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, სწორედ ამ ხელოვნების მცოდნეთ ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს დევიდ ალენია, საქმის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი მსოფლიოში, ადამიანი, რომლის წიგნმაც უკვე 2 მილიონ ტირაჟს გადააჭარბა, რაც გულისხმობს, რომ ის, რაც აქ წერია, არის მართალი, ყოველ შემთხვევაში გამართლებული მაინც. შესაბამისად, მისი კლიენტები ძალიან ცნობილი კომპანიები არიან, ისეთი როგორიც არის თუნდაც Nestle, მსოფლიო ბანკი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. თუ გინდათ, რომ ისწავლოთ საქმის მართვის ხელოვნება, მიხევით დევიდ ალენს და მის ამ შესანიშნავ წიგნს.